რას ნიშნავს, როცა დაზიანებულია მესამე ჩაკრა, ეგრეთ წოდებული მანიპურა, მზის წნულის ჩაკრა. რა სიმპტომებს იწვევს? როცა დაზიანებულია მესამე ჩაკრა, ყველაზე თვალშისაცემი ამ დროს არის მიზნების რეალიზება. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი ან სამსახურის დაწყება, ან ზოგადად თავის გამოხატვა სოციუმში, საზოგადოებაში, კარიერული წინსვლები უჭირთ განსაკუთრებით. ან შეიძლება ბევრი წყენები იყოს დაგროვებული და ძალიან ხელს უშლის ხოლმე დაგროვებული წყენები და გამოუხატავი წყენები ამ ჩაკრაში ინახება ხოლმე ძალიან აქტიურად. ფიზიკურ დონეზე შესაძლებელი იყოს კუჭის ტკივილი, მუცლის არეში არსებული ორგანოების ღვიძლი იქნება ეს თუ ნაღველი თუ ნაღლის ბუშტი და მსგავსი ორგანოების დაზიანება. აი შეიძლება უმიზეზო კუჭის სპაზმები, სიძლიერე სპაზმები იყოს მაგალითად გამოკვეთილი, ესეც არის ამ ჩაკრის დაზიანება. საერთო ჯამში ეს ჩაკრა დაზიანებული ადამიანს არ აქვს თავდაჯერება, არ აქვს თვითშეფასება საკმაოდ ისეთ, არ ჯერა საკუთარი თავის მაგალითად, მუდამ სხვაში და გარე სამყაროში ეძებს საყრდენს ამ დროს, ან თუ აკეთებს რაღაცა საქმეს და თუ მაინც უწევს და იძულებულია რომ საკუთარ თავს დაეყრდნოს, ძალიან დათრგუნულია, ძალიან უმოტივაციოა, აქ შეიძლება ხასიათი არ ქონდეს ოპტიმიზმი, აკლდეს მაგალითად შემართება, აქტიურობა, ინიციატივები, აი ძალა, გამწევი ენერგიები არ ქონდეს, აი წავიდეთ თებს გადავდგავ, შეიძლება ადრე იყავი და აღარ ქონდეს, ეს მიანიშნებს, რომ ეს ჩაკრა დაზიანებულია, ესე იგი ამ არეში ენერგია არ არის საკმარისი, ან დათრგუნულია, ან ხშირად ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ენერგეტიკულად გვწვდენ ხოლმე გახრეტილივით რო არ ენერგია გადის და გამოდის და არ ჩერდება ამ ჩაკრაში, ან დარღვეულია ბიოველი, ენერგეტიკული ველი და შეკავება არ ხდება ამ ჩაკრაში. ეს ძალიან პრობლემურია ხოლმე ფინანსებზე, კარიერაზე, პირად პარტნიორ ურთიერთობებზეც რა თქმა უნდა თვითშეფასება არ აქვს, მთლიანად პარტნიორზე ხარ დამოკიდებული, მთლიანად მის შეფასებას ელოდები, მისგან მხარდაჭერას ელოდები, საკუთარ თავში იმედი და საყრდენი არ გაგაჩნია. ძალიან პრობლემურია ეს არე. დაზიანებას ახლა რა იწვევს, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ენერგეტიკული დარტყმები, აქ როგორც მაგალითად თვალი, შური, ეგრეთ წოდებული ჯადო, ესენიც იწვევს, რა თქმა უნდა ჩვენივე თავს ჩვენ ვაზიანებთ, როცა ვერ ვახერხებთ მიზნების რეალიზებას, უნდა ვისწავლოს ამ დროს ადამიანმა საკუთარ თავის დაჯერება, თვითშეფასებაზე იმუშავოს, თუმცა ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელია ფსიქოლოგად ისე ენერგეტიკულად ამ ჩაკრის გაწმენდა, რადგან ეს ჩაკრა თუ არ არის კარგი და საკმარისად ძლიერი, როგორც ვთქვით, მიზნების რეალიზებას და ადამიანის სოციუმში საკუთარი თავის გამოხატვას ვერ ახდენს და არის ჩაკეტილი, მარტოსული, დეპრესიული, არავისთან კონტაქტი არ სურს.